სოსო თოფურიძემ დღეს მორიგი ბრიფინგი ჩაატარა. ამჯერად დაკავებულია 4 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან თაღლითობაში. ორმა დაკავებულმა აღიარებითი ჩვენება მისცა. გამოძიების მტკიცებით დაკავებულები მოქალაქეებს სამსახურის დაწყებას პირდებოდნენ და სანაცვლოდ თანხას ართმევდნენ. პირობა კი არ სრულდებოდა. შაქრო ქათამაძე, ედიშერ ტრაპაიძე, გოჩა ბოლქვაძე და ტრისტან ხარაიშვილი 60 ლარის სანაცვლოდ ბათუმში ასობით ადამიანს დასაქმებას პირდებოდნენ. ისინი დაზარალებულებს ჩოლოქის საფის ავტომაგისტრალზე მუშაობისთვის თვეში 1350 ლარიან ანაზღაურებას თავაზობდნენ. გეგმის მიხედვით ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე საგანგებოდ გახსნილ ოფისში მისულ მსურველებს პირადობის მოწმობის ასლი და 60 ლარი უნდა წარედგინათ, რომელიც სამსახურის დაწყების მსურველის განცხადებას თან ერთვოდა. რამიდან значит ამის სეროქსი ჯერ პირადობის თავში ერთ წუთს შეიძლება გაკეთდეს. ჯერ პირადობა მე რეკვეშ აი პრავა. აი უნდა იყოს მასთან ამხარეს ორი ასე. ხოდა 60 ლარი ფული უნდა გაგზავნოს 60 ლარი. ხოდა განცხადებას დაწერდა რომ მივიდან მაშინ სვაზულა. ხო. თაღლითა ჯგუფის წევრები დღეს დილით ბათუმში დააკავეს. დაკავებულებამ ბრალი უკვე აღიარეს და გამოძიებასთან თანამშრომლობა დაიწყეს. მათ ბათუმში გახსნილი ჰქონდათ ოფისი. მოსახლეობა ზიწვევდნენ მოტყუებით, აწერინებდნენ განცხადებას და თითოეულ მოქალაქეს ძალავდნენ 60 ლარს. უთხარი ახლობლებს სასუნდა სამსახური მეთქი და მე ესე იგი ედიშერ ტრაპაიძის დავალებით ღებულობდი განცხადებებს 60 ლართან ერთად. ვაგროვებდი განცხადებებს აჯარაში ავტობანის შენობებისათვის, მუშებს, ცხოველებს, ავტოგრეიდერშიგებს. თითოეული განცხადებიდან მე თვითონ პირადად ვიღებდი 50 ლარს. დაზარალებულები ყვებიან, რომ მაღალ ანაზღაურებად სამსახურის შესახებ ინფორმაცია ახლობლებისგან მიიღეს. მათი ვეთქმით თაღლითები განცხადებასთან ერთად 60 ლარს ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ შემოსულ მონაცემებს თბილისში აგზავნიდნენ. გავიგეთ, რომ არის რაღაცა და საქმებო, საგზაო სამსახურშიო და ჩვენ წავედით საქმის გასარკვევად მივედით. გავაკეთეთ განცხადება რაღაც ქსეროასი, პასპორტის არამე ასეთი. გამოგვართვეს 60 ლარი. რადგან მუშავარი ვიყავი, ჩამოვედი ბათუმში, მივედით უნახეთის შაქრო და მოვიყვა, რომ ასეთი პირობებიაო, 900 ლარი ხელფასიაო. პასპორტი უნდა თქვენი პირადობის მოწმობაო, მისი ქსეროქსო ასლივო, 60 ლარი ფულივო. და პირველ თვეშივო 600 ლარი ფულს აიღებთო და 300 ლარივო დაგექვითებაო პირველ თვეშივო. თაღლითა ორგანიზებული ჯგუფის 4-ვე წევრი დაკავებულია. ბრალის სისხლის სამართლის 180 მუხლის მიხედვით აქვს წაყენებული, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება დაზარალებულებს, ისინი დაკარგულ თანხას სასამართლო პროცესის შემდეგ დაიბრუნებენ.